აი ამ ფრთხილი ნაბიჯებით, არა, შენ ფაქტიურად იწყებ მეტი და მეტი ფსიქოთერაპიული რესურსების და მეთოდების გამოყენებას და ბავშვს ეს მოსწონს უკვე. იმიტომ რომ შვებას ხედავს. ჩემი შემოტანილი ტერმინია ადამიანური განზომილებები. მაგალითად სკოლა ადამიანური განზომილებაა, არა? მეგობრობა არის ადამიანური განზომილება. პრობლემა კი ადამიანური განზომილებების გარეთ დგას. პაციენტი უჯერებს ექიმს. კლიენტი კი არის წამყვანი ფსიქოლოგსა და კლიენტ შორის ურთიერთობა. ის არის წამყვანი და არა ფსიქოლოგი. უყურე დღეს შენ გადადიოდი ქუჩაში, მანქანა გეჯახებოდა და შეგეშინდა. მეორე დღეს დგეხარ ნაბიჯს ვერ ადგავ. გეშინი ამასობაში არაფერი, მანქანა არ არის. მაგრამ ფობია ჭკვიანია, ის გეუბნება, ცირა მე სტატისტიკით ხელმძღვანელობ და მე მაგ გამოცდილება ადამიანიდან მოყოლებ. სისტემური სჭირდება რა დაჩმორების მექანიზმი ადამიანის რომ ესე იგი მისგან ჩამოაყალიბო კარგი ესე იგი საბჭოთა მოქალაქე homo sovieti. მით უმეტეს ქართულს. მოგესალმებით მეგობრებო, უყურებთ ექიმის დღეურების მეორე გადაცემას პირველ პოდკასტში იდეაში სახელის თქმა გამომრჩა ასე ვთქვათ და დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ექიმი, ფსიქოლოგი დავით ამირეჯიბი, რომელთანაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბრები გვექნება და შევეხებით ძალიან ბევრ საინტერესო თემას. და საინტერესო უნდა იყოს ესე ვთქვათ როგორც მედიცინის წარმომადგენლებისთვის, ასევე საზოგადოებრივ მაცხოვრებლებისთვის, იმიტომ რომ ეს პოდკასტი ემსახურება ორივეს, როგორც ავამაღლოთ მედიცინაზე რაღაც შეხედულებები, ასევე ხალხშიც ესე ვთქვათ ცნობიერება ავამაღლოთ შეძლების დაგვარად. როგორ ხართ ბატონ დავით? სტუდენტობიდან, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი დრო გავიდა ჩვენი შეხვედრიდან და როგორ ხართ მოგვიყევით რა შვებით? ხო, გამარჯობათ პირველ რიგში, გილოცავთ ამ გადაცემის გაკეთებას. მადლობა. პირველი გადაცემა უკვე გასულია. ბევრი გასული იყოს კიდე, იმიტომ რომ რამდენთაც მე მესმის, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. იმიტომ რომ საუბარი მედიცინაზე საქართველოში, სამედიცინო პრობლემებზე, ესე იგი სხვადასხვა დარგებზე მედიცინის, არა? როცა მაყურებელს აქვს საშუალება გაეცნოს უშუალოდ წარმომადგენლებს ამ დარგების. შეიძლება ინტერაქტივიც გქონდეთ, არა, რამდენთაც ვიცი, ესეც ესე იგი მომავალში შეიძლება ვთქვათ. ესე იგი სამედიცინო პრობლემებში გარკვევა და ინფორმირება არის ერთ-ერთი მე მგონი პრიორიტეტი, რაც უნდა იყოს საქართველოში და მე ბევრი გადაცემა არც ვიცი ამის შესახებ, და ძალიან გამიხარდა, როდესაც შევხვდი. დიდი მადლობა. თქვენ გადაცემას და ასე ვთქვათ, ამ წამოწყებას ძალიან მომეწონა და იმ წუთში დაგთავდით, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი. მიზანიც ეს არის, რომ ხალხი დავაინტერესოთ ამ ყველაფრით და ამ ყველაფერზე ვისაუბროთ რეალურად და შეგვიძლია დავიწყოთ მაშინ პრინციპში. ხო, აი ესე იგი რაღაცა ჩავინიშნე დღეს. ხო. ჩემი აზრით რაც მნიშვნელოვანი თემებია. აბა გისმენთ. ხო. ესე იგი საქმე ეხება მთლიანობის პრობლემას. ამაზე ძალიან ცოტა საუბრობს. არც არის გათვითცნობიერებული ჯერ ჩვენთან ეს პრობლემა. ხო, მე ჩემ ლექციებში ასეთ თემებს ვეხებოდი. მოდი, იცი როგორ ვქნათ ბატონ დავით. გავიცნოთ, ესე ვთქვათ, დავსვათ რაღაც კითხვები, დავსვავ კითხვებს და აუცილებლად იმ თემებზეც ვისაუბროთ, რასაც თვლით, რომ ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ავამაღლოთ, ესე ვთქვათ, ხალხის ცნობადობა, იმიტომ რომ აუცილებლად საჭიროა ეს ყველაფერი რა. უბრალოდ სანამ აქამდე მივალთ, მინდა რომ რაღაც კითხვები დაგისვათ, ესე ვთქვათ, ინტერაქციაში შევიდეთ და შევყვეთ მოკლედ საუბარს და ეს ყველაფერი თავისით მოვა და ამ კითხვებზეც, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო თემები იქნება და მაგაზე ნასაუბრებიც გვაქვს ერთხელ მახსოვს ლექციებიც გქონია ამ თემაზე და ძალიან საინტერესო არის. და მაინტერესებს რეალურად პირველი კითხვა ჩემი იმაში იქნება, რომ რა ამ გადაგაწყვეტინოთ ფსიქოლოგიის არჩევა, იმიტომ რომ კი მესმის რომ ცოტა შეიძლება შაბლონური კითხვა იყოს, ესე ვთქვათ, მაგრამ ამ კითხვას თქვენთან იმიტომ ვსვავ თქვენთან მიმართებაში, რომ
იმ დროს დაიწყეთ ეს ყველაფერი, როდესაც ესე ვთქვათ მოთხოვნილება საქართველოში როგორც არ უნდა გავეცეთ საბჭოთა საქართველოს, ხო, ესე ფსიქოლოგი მცნება, ხო, ხალხში ესე გაღრმავებული არ იყო. დღესაც კი შეიძლება ვთქვათ, რომ ესე ასე ვთქვათ, მოთხოვნა არ არის, მაგრამ იმასთან შედარებით თუ შევადარებთ, თუნდაც ჩემი ასაკის ხალხის გადმოსახედიდან, ახლა ვისთანაც ყოველდღიურად მაქვს ესე ვთქვათ კომუნიკაცია, მოთხოვნილება ასე თუ ისე გაზრდილია, მაგრამ თქვენ აირჩიეთ ეს ყველაფერი ისეთ დროს, როდესაც მოთხოვნილება ესე ვთქვათ არ იყო, პაციენტების მომართვიანობა ესე ვთქვათ ნაკლები იყო რა, ჩემი აზრით. მე დავიწყე იმ დროს, როდესაც ფსიქოთერაპია საერთოდ არ არსებობდა. ხო, ზუსტად მაგით მინდოდა ამ კითხვის. ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება, მეცნიერული დარგი. და რაც თავარია, საქართველოს ყავდა დიმიტრი უზნაძე, რომელიც იყო ესე განწყობის თეორიის, მთელი მიმართულების და დარგის დამფუძნებელი. ეს სრულიად ახალი სიტყვა იყო სოფლიო, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიაში. რომელიც დააფუძნა და განავითარა და ეს ექსპერიმენტულ მეცნიერებად ფაქტობრივად აქცია დიმიტრი უზნაძემ. ახლა თავისთავად უზნაძეს გერმანიაში სწავლობდა, ასე იგი 1909 წლებში და პარალელურად ესე იგი მუშაობდა და კონტაქტი ჰქონდა ვუნდთან, ვილჰელმ ვუნდთან, ძალიან დიდ ფსიქოლოგთან და მის ლაბორატორიაში მიიღო უნიკალური გამოცდილება ფსიქოლოგიის. და ესე იგი იქ დაიცვა სხვა შორის დისერტაცია გერმანიაში. ძალიან წარმატებით და დიდი ფურორით, რამდენადაც ცნობილია. და დისერტაცია ეხებოდა ვლადიმერ სალავიოვის ანთროპოლოგიურ შეხედულებას. ვლადიმერ სალავიოვი არის ძალიან დიდი რუსი ფილოსოფოსი. ხო. არასაბჭოთა. ხო. რომელსაც აქ ძალიან საინტერესო ხედვა ადამიანის ბუნების შესახებ. და მისი ხედვა და უზნაძის განწყობის თეორია ბევრ ასპექტში ერთმანეთთან ესე იგი ნუ იმიტომ დაინტერესდა, რომ უზნაძე ბუნებრივია. და აი მთლიანობაზე რომ თქვი, რომ ჩვენ თემა შეიძლება იყოს ადამიანის მთლიანობა და მედიცინის ორიენტაცია სწორედ მთლიან სუბიექტს. არა მთლიანობაზე. და ვიმეორებ ეს თემა ჩვენთან არ არის, მაინც და მაინც იგი ახლა. აი ეს კონცეფცია უზნაძემ გამოიმუშავა ჯერ კიდე, ესე იგი, გერმანიაში მუშაობის დროს და თავის დისერტაციის. ხო, ახლა რაც მე შემეხო განწყობა, თუ განწყობა რასნაირ განწყობა არის მთლიან პიროვნული მდგომარეობა უზნაძის მიხედვით. ბოდიში რო გეჭრებით. ნუ ამაზე მერე თავს კიდევ ბოდიში რო გეჭრებით, ანუ თქვენ სანამ აქამდე მიხვიდოდით, ანუ გასაგებია ეხა ჩემთვის, რომ მაგალითად ბატონმა უზნაძემ თქვენში ეს ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია და მოინდომა თქვენი განვითარება როგორც ფსიქოლოგის. არა, ესე იგი უზნაძე გარდაიცვალა 1950-ში და მე დავიბადე 52-ში. ხო, ან мотиваციის წყარო, მაგრამ თეორია, ასე იგი, ნუ დედაჩემი და ბაბუა განსაკუთრებით უზნაძეს იცნობდნენ ძალიან ახლო. ჩვენ გვაქვს რამდენიმე წიგნი მისი, ასე ვთქვათ, აი ავტოგრაფით, ფაქსიმილეთი. და დედას როგორც ლინგვისტს აინტერესებდა უზნაძე შეხედულებები ენის შესახებ. და როცა მისი ლექციები იყო, ან საუბრები ყოველთვის ესწრებოდა ხოლმე. ხო, მაშინ ახალგაზრდა იყო, მაგრამ იმდენი, ასე იგი, უკვე ესმოდა, რომ ძალიან საინტერესოა. და რაც თავარია, ბატონი არნოლდ ჩიკობავა, ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ლინგვისტიკის, საერთაშორისო და მას ჰქონდა ესეთი საზაფხულო აგარაკი ოქროყანაში. და იქ ხშირად მოდიოდა ხოლმე უზნაძე. და დედა ესწრებოდა ხოლმე მათ საუბრებს. ხო და ერთხელ ასეთი რამე მომიყვა, რომ თვითონ ცნება განწყობა, ხო? უზნაძეს არ ქონდა თავის თეორიისთვის ჯერ შერჩეული, თუმცა ესე იგი ეს თეორია განვითარებული იყო საკმაოდ, მაგრამ სახელწოდებას ეძებდა ქართულ ესე იგი ეკვივალენტს, ხო? აი იმ თეორიის დასახელების, რომელიც შეიძლება ქართულად ჟღერდეს კარგად და რამდენადაც მე ვიცი დედა სიტყვებით, არა ეს სიტყვა შეურჩია სწორედ
არნოლდ ჩიკობა უზნაძეს. რადგან უზნაძე ლაპარაკობს მოწყობაზე, აწყობაზე. რა, ესე ფსიქიკის, ფიზიოლოგიის, ხო, ნერვული აპარატის ნევროდაქცევის, აწყობა, მოწყობა და თან განწყობილებაზე, გუნება განწყობილებაზე. ამიტომ არნოლდმა შეურჩია ეს სიტყვა, როგორც ერთი მხრივ აი ემოციის გუნება განწყობის გამოხატულება და მეორე მხრივ სწორედ როგორც აწყობის, მოწყობის, წყობის, რა. ესე იგი და ძალიან მოეწონა თურმე სიტყვა და ესე იგი ამას ხმარობდა ხოლმე. ახლა მე ვიცოდი უზნაძის შესახებ, ასე ვთქვათ, აი პირველი წყაროდან დედა ხშირად ახსენებდა ხოლმე ბაბუასთან და სხვა ლინგვისტებთან ჩვენთან სემინარები იმართებოდა. სახში ენათმეცნიერო დედა მართავდა. მე ვესწრებოდი ხოლმე და ესე იგი განწყობის და ენის შესახებ ეს მსჯელობებია რა ძალიან საინტერესო იყო. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე იყო ესე იგი ბატონი ნათაძე, ნოდარ ნათაძის მამა, რომელიც იყო უშუალოდ მოწაფე უზნაძის და მისი თანამშრომელი. მასთან ერთი შეხვედრის შემდეგ, ესე იგი, მან გადამაწყვეტინა, რომ მე ჩამებარებია ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ხო. ხო და მე უკვე მზადყოფნა მქონდა. ამისთვის აი რაც მოგიყევით. და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი მაშინ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ შემორჩენილი იყვნენ სწორედ ის ხალხი, ვინც იცნობდა უზნაძეს, ან უშუალოდ მათი მოწაფეების მოწაფე. გასაგებია. ამიტომ ეს ასე განწყობის თეორიის სკოლა იყო ფაქტიურად შენარჩუნებული და უზნაძის შეხედულებები ამ ფაკულტეტზე და საერთოდ გერმანულ ფსიქოლოგიაზე ქონდა ლაპარაკი, ფილოსოფიურ წყაროებზე. ეს იყო ძალიან საინტერესო კურსები. და ერთ-ერთი აი თქვენ აი ამ კურსების გავლის მომენტში და ესე ვთქვათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო საერთოდ უზნაძე იყო დამფუძნებელი ერთ-ერთი დამფუძნებული უნივერსიტეტის 1918 წელს აი ის მან გახსნა იქ ფსიქოლოგიური ლაბორატორია, ფსიქოლოგიის დარგი უნივერსიტეტში. შემდეგ გასაბჭოების შემდეგ სირთულეები დაიწყო. იმიტომ რომ უზნაძის თეორია მიუღებელი იყო საბჭოთა იდეოლოგიისათვის. ხო, იდეალისტურ თეორიას ეძახდნენ, ბურჟუაზიულ თეორიას იძახდნენ, რა. მაგრამ იმდენად დიდი ფიგურა იყო თავისთავად უზნაძე და იმდენად ცნობილი და მიღებული ევროპაშიც, რა, რომ ასე პირდაპირ თქვათ ვერ ხურავდნენ მის ასე ვთქვათ, აი მის გახსნილ ფაკულტეტს, უკვე საბჭოთა დროს გულისხმობ, ხო? და მაგრამ უზნაძე იძულებული იყო წასულიყო გარკვეულ დათმობაზე, ესე იგი მოახდინა თავის თეორიის, ასე ვთქვათ, რაღაცა მისადაგება საბჭოთა იდეოლოგიისადმი, ესე იგი სხვანაირად არ გამოდიოდა არაფრით და რამდენადაც მე მესმის, ის ლაპარაკობდა უკვე ეზოპეს ენით. აი მისი წერილები რო წაიკითხო და თქვა 1940 წელს გამოცემული ზოგადი ფსიქოლოგია, ხო, ეს ფუნდამენტალური ნაშრომი. ის რო გაიგო იქ რა წერია, თუ არა გაქვს წაკითხული და არ იცნობ ნამდვილ უზნაძეს, ესე იგი საბჭოთა დრომდე უზნაძეს, ხო? მის პირველ შრომებს, აი თუნდაც 22-25 წლის ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, თქვათ, რომელიც მე აიგრძალა და საერთოდ არც ერთ ბიბლიოთეკაში აღარ იყო. მაგრამ მე წაკითხული მქონდა შრომები. და დღეს არის ეს ლიტერატურა მისაწვდომი, რომ სხვამაც გაიგოს საბჭოთას, არა? გესმის, რომ ეს ეზოპეს ენით დაწერილი მრავალ ესე იგი დონიანია რა, ეს ტექსტი, რომლის გაშიფრვა საჭირო და გაშიფრვის აი გასაღებები არის სწორედ მის ძველ ნამდვილ ნაშრომებში. ასევე ჩემთვის ძალიან სხვაჩვენს მე ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე პირველად. ფიზიკის ფაკულტეტის დაიწყეთ ან. ხო. და მე გადახვედით ინტერესებდა ასტროფიზიკა ძალიან და მინდოდა ესე იგი აი ამ გზით წასვლა, მაგრამ აი შემდეგ ბატონ როევას ნათაძესთან როგორც გითხარით შეხვედრის შემდეგ მე ასე ვთქვათ გადავედი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ამ ფიზიკის ფაკულტეტიდან უბრალოდ ესეთი კითხვა მაქვს, ხა თქვენ როდის მიხვდით, რომ
ესე ვთქვათ, ფსიქოლოგია თქვენი იყო და ეს გზა უნდა გაიგრძელებინათ და ამ მიმართულებით ეს იყო პაციენტთან შეხვედრა თუნდაც თუ რა იყო ის მომენტი, რამაც ეს მოგცათ, რომ თქვენ ამ სფეროში უნდა გააგრძელოთ მოღვაწეობა და აქ უნდა დარჩეთ და განვითარდეთ. ხო, ესე იგი, თავიდან მე რაღაც ექსპერიმენტულ ესე იგი ფსიქოლოგიაში მუშაობდი, მეცნიერულ ფსიქოლოგიაში, განწყობის თეორიის კუთხით. და აი შეჯამება ჩემი მუშაობისა და ჩემი რაღაცა ექსპერიმენტული მიდგომაც მქონდა ორიგინალური, რითაც დაინტერესდნენ უცხოელი ფსიქოლოგები და რაღაცა მაშინ დამპატიჟეს მიუნხენში რაღაც ევროპელ ფსიქოლოგთა კონფერენციაზე. და იქ წარმოვადგინე ესე იგი ჩემი შედეგები ექსპერიმენტული კვლევის. მაგრამ შემდეგ, ასე ვთქვათ, მე გავეცანი, კარლ როჯერსი ჩამოვიდა საქართველოში. ძალიან დიდი ამერიკელი ფსიქოთერაპევტია. ესე იგი ჰუმანისტური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამერიკაში, კლიენტ-ცენტრირებული მეთოდის ავტორი, ცნობილი. და მას ჰქონდა აქ მოხსენება, ჰქონდა სემინარები და ბოლოს ჰქონდა ტრენინგ ჯგუფი. რომელშიც ესე იგი მე ბედნიერება ხვდა წილად და მოვხდე ამ ტრენინგ ჯგუფშიც. და ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს გამოცდილება პირადად როჯერსისგან, რაც ასე ვთქვათ, მივიღე. და ძალიან დამაინტერესა სწორედ ფსიქოთერაპიის კუთხით როჯერსმა, რომ ფსიქოლოგია რახანი სულიერ ცხოვრებას ეხება, რა ჩვენ ნევროლოგიას, მენტალობას, ხო? ამას იკვლევს ფაქტიურად, რა. ამას აქვს პრაქტიკული დიდი გამოხატულა, როგორც მედიცინაში, რა, მედიცინა დარგია, მეცნიერული დარგია და ამავე დროს არის პრაქტიკული, ესე იგი, გამოყენება მისი ადამიანის დასახმარებლად, ხო? და აი ფსიქოთერაპია მე აღვიქვი ასე იგი ფსიქოლოგიის კუთხიდან, რა, როგორც აი ამ დიდი ფსიქოლოგიური დაგროვილი ცოდნის და ფილოსოფიური ფსიქოლოგიური სიღრმისეულია, რა, სწავლების ადამიანის შესახებ, ადამიანის სულიერი ბუნების შესახებ, არ შეიძლება რომ არ იყოს პრაქტიკული გამოყენების მქონე. საბოლოო ჯამშია, რა, ეს ჰუმანისტური დარგია. და ამიტომ ბუნებრივია რომ ესე იგი დაგაინტერესებს და მოგინდება რომ დაეხმარო ადამიანს ცოდნა დაახმარო პრაქტიკულად ადამიანის სულიერების შესწავლას შევეხეთ და აი მაგ დროს, როდესაც ადამიანთან საუბრობთ და ესე ვთქვათ, კურნალობთ. და გესმით ისეთი რაღაცეები, რაზეც ანუ რეალურად მე შეიძლება როგორც ჩვეულებრივ ადამიანს ძალიან ისეთი რეაქცია მქონდეს და თუნდაც რაღაცა შიში გამოიწვიოს, რაღაცა ემოციები გააღვიძოს ჩემში. თქვენ როგორც ფსიქოლოგი ამ ყველაფერს როგორ მართავთ და თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა სიტყვაზე, რომ აი პაციენტთან საუბრის დროს თქვენთვისაც გამოუწვევია რაღაც ემოცია, როცა რეალურად თქვენ მისი ფსიქოლოგი ხართ, მასთან მოსაუბრე ადამიანი და ანუ ეს ყველაფერი უნდა მართოს თქვენ და ესე ვთქვათ, უნდა უკურნალოთ. რა ეს როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს და თუ ყოფილა ისეთი მომენტი, როცა თქვენთანაც ესე ვთქვათ, შემოუღწევი ამ ემოციებს თქვენთან რა. ეს ძალიან საინტერესო კითხვა არის. საქმე ის არის, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო ფარულია, საიდუმლოება. ჩვენ შეგვიძლია თუ ადამიანი დაგვპატიჟებს თავის შინაგან სახლში, ხო, ეთოსი ქვია ფილოსოფიურად, ამ ესე იგი შინაგან სამყაროს მოწყობას როგორც სახლის, ხო, როგორც ჩვენთვის ახლობელი ჩვეული სამყაროს, მაგრამ მეორე ადამიანისთვის უხილავეს, ხო, საიდუმლოს. აი როგორც ჩვენ საკუთარ სახლში დაპატიჟებ ადამიანს, არა, თუ არ დაგვპატიჟა ადამიანმა საკუთარ შინაგან სახლში, ასე იგი არ გაჩვენა, არა, რითი არსებობს, რითი ცხოვრობს, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, არა, რა აღელვებს მას, ხო? რითი არის ძალიან ბედნიერი რომ არსებობს ეს ცხოვრებაში, ხო? ამას რესურსებს უძახს, ხო? შინაგან რესურსებს. ესე იგი ძალით იქ ვერ შეხო. უნდა შეგიშვან, აი ეგ მაინტერესებს. ეს არ არის ფაშისტური მეთოდი და არ არის ფსიქიატრია საბჭოთა. კიდევაც რო იცი რა შეახციო ძალით, რა რაღაც ბულინგით, რაღაცა მედიკამენტების გამოყენებით და ასე შემდეგ, რა.
იქ რასაც დაინახავ, არ იქნება თვითონ სუბიექტი, არ იქნება იქ სახში რა არის მთავარი, მასპინძელი. და უმასპინძლოდ ხვდები სახში. ხვდები სამყაროში, თვითონ ის ადამიანი აღარ ვარ, იმიტომ რომ ძალით შეხედე, ძალით შეიჭერი. აი პირველი რაც მე სწორედ როჯერსის ასე ვთქვათ მიდგომაში ძალიან მომეწონა, არის სწორედ ეს აბსოლუტური გახსნილობა, ღიადობა და ჰუმანიზმი თერაპიის პროცესის. ხლა ჩვენ შეიძლება ძალიან მოკლედ დავახასიათოთ როჯერსის ესე იგი მიდგომა, როგორც ესე იგი თანაგრძნობითი, ემპათიური. ყურე, ესე იგი რა არის თანაგრძნობა, რომ იგრძნო, შეეცადო, რა, იგრძნო ის, რასაც გრძნობს ადამიანი. იფიქრო ისე, როგორც ფიქრობს ის ადამიანი. განიცადო. ანუ ეს ემოციები თქვენ გულისხმობთ იმას, რომ ეს ემოციები აუცილებლად უნდა განიცადო, რომ ადამიანს დაეხმარო. ემპათია მარტო ემოცია არ არის. ესე პირველ რიგში ემოცია, რა თქმა უნდა, მაგრამ ემოცია არის ენა, გზა, მაგრამ ეს არის აგრეთვე ღრმა რეფლექსია, რა, აზროვნება. იმიტომ რომ არა მარტო უნდა იგრძნო, არამედ გაიგო. ეს მისი შინაგანი სამყარო. გაიგო ის ფიქრები, რასაც ადამიანი ფიქრობს და როგორც ფიქრობს. ეს უკვე მხოლოდ ემოცია არ არის, ეს არის უკვე ემპათიასთან ერთად, აი ემპათია კარის გაღებაა, შემოშვებაა, პირველი შეგრძნებაა, როცა ხვდები აი ასეთ ასე ვთქვათ სამყაროში, არა სრულიად სხვა სამყაროში, სადაც შენ კეთილი მასპინძელი, ასე ვთქვათ, გპატიჟებს, მაგრამ მერე უნდა გაიგო ეს სამყარო. ახლა აი ჩვენ ხშირად ცხოველები ემპათიურები არიან ძალიან გადაძაღლი. ხო და ისინი ჩვენ გვერდით რო ცხოვრობენ, ემოციურ დონეზე ემპათია ძალიან მაღალი აქვს და ასე ვთქვათ, ძალიან კარგად გრძნობს შენ რას გრძნობ. არა თუ ცუდ ხასიათზე აუცილებლად მოვა, არა თავს დაგადებს ძაღლი მაგალითად, არა რაღაც გაგრძნობინებს რომ შენ გვერდით არის, ხო? ესე იგი ემპათიის უნარი, მაგრამ რამდენად აქვს ცხოველებს, ცხოველს რომ მოუყვე, ახლა ფსიქოლოგი ხო არ არის თუმცა უყვებიან ცხოველებს, მე ვიცი ჩემი პაციენტებისა, კლიენტებისაგან, საათობრივ ლაპარაკობენ, ფისოს უყვება თავის პრობლემებს, შესანიშნავად გრძნობს. ყურადღებით გისმენს. ხო, მისი ერთგვარი თერაპიაა, შეგვიძლია ესე აღვიქვათ. თერაპია, ცხოველებს საერთოდ არიან ფსიქოთერაპევტი, მაგრამ ცხოველს არ ესმის რის გამო გაგშენეს მდგომარეობა, რა, ესე იგი ფსიქოლოგი ცხოველი უნდა იყოს. არა, კარგი გაგებით, ეს ინსტინქტები ცხოველური, ემპათიური უნდა გააჩნდეს, უნდა იყოს გახსნილი, უნდა იყოს ნამდვილი. არ უნდა იყოს ყალბი, იმიტომ რომ სიყალბე ემპათიას იმ წუთში ეს კარები იკეტება, ესე იგი კიდევაც რა ადამიანი არაცნობიერებდეს, რომ მაგალითად ატყუებ. არა, ან რაღაც ინტერესი გაქვს, გრძნობს ამას. არა, იმიტომ რომ იკარგება აი ნამდვილი ემპათია, რაპორტი ქვია ამას. და თუ გქონიათ ისეთი მომენტი, რომ აი ეს ყველაფერი მოგისმენიათ და აი იმ მომენტში ვერ გაგიგიათ ცოტა ისეთი ნათქვამი, ანუ იმდენად ისეთი დაგძაბათ ემოციურად, ისეთი რაღაცა მოისმინეთ, რომ დრო დაგჭიროებიათ, რომ აი ეს ყველაფერი ისევ, ესე ვთქვათ, პროფესიული კუთხით გაგეგრძელებინათ მასთან მუშაობა, ან სხვანაირად დაგაფიქრათ, მე უკვე თქვენ თვითონ რაღაცეებს. ისეა, მე ხშირად მე მგონი თქვენთანაც ესე იგი ყვებოდით ხოლმე, რომ საქმესო ფსიქოლოგის მუშაობა თქვათ 30% არის კლიენტთან უშუალოდ მუშაობა და დანარჩენი დრო არის ფიქრი ამას 70%. ესე იგი რა გითხრა პაციენტმა, რა რის შესახებ მოგიყო, რა განიცადე, უყურე იმის რეფლექსია, უკვე ემპათიური შენი ბუნების რეფლექსია, ამაზე დაფიქრება. არა, კონტაქტი შენ რეაქციასთან პაციენტთან მუშაობას. არა, ამას ჩვენ ვეძახით მესამე პოზიციას, ეგრე მაგალითად პირველი პოზიცია არის, როცა მე გელაპარაკები შენ თქვათ როგორც ჩემ კლიენტს. ხო. როცა შენ იწყებ მოყოლას შენ თავზე და მე ვცდილობ, ასე ვთქვათ, აი თანაგიგრძნო და შენ სამყაროში შევიდე, იმდენად რამდენადაც შემომიშვებ. იმიტომ რომ იცი რა ძალიან დიდი ცდილობაა საჭირო და ტაქტი.
ესე ვთქვათ, ხაზები სწორად უნდა გადადგა ბიჭები. ერთ ოთახში, არ უნდა გააღო კარადა და არ უნდა შეიხედო როები უდებს იქ. ან არ უნდა ეცადო მეორე ოთახში გახვიდე, ვთქვათ, იქ თუ საძილე ოთახი არამე არა, მანამ არ დაგპატიჟებს. ხო. ხო, ამიტომ ეს არის უაღრესად დიდი ტაქტით მუშაობა. მაგრამ შემდეგ ეს საჭიროებს უზარმაზარ გააზრებას, მოფიქრებას. ესე იგი, შემდეგ სესიებს ვეძახით, ესე იგი ჩვენ შეხვედრებს, შემდეგ სესიისთვის მომზადებას. იმიტომ რომ საქმე ისაა, რომ ამ ადამიანის შინაგან ბუნებაში, მის სახლში შეიჭრა რაღაცა ძალიან არასასიამოვნო, არა პრობლემური. ისეთ თემაზე მიწევს ლაპარაკი, რაშიც თავს კომფორტულად არ გრძნობ. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ცდილობიანი ადამიანი აქვს პატიჟებს თავის სამყაროში და ჩვეულებრივ ადამიანები ერიდებიან ლაპარაკს, უცებ თავის რო გახალოს. ხო, რა თქმა უნდა. და არც არის სწორი, იმიტომ რომ ეს პრობლემა კონტექსტშია ყოველთვის. არა, ამიტომ კონტექსტი კი ბინადრობს იმ სახლში ან ზოგ ადამიანს სასახლე აქვს მთელი და ზოგ მთელი ქალაქის მერიც არის შინაგანი სამყაროს და ამის გაცნობას უზარმაზარი დრო ჭირდება. ჩემი აზრით უამრავი კულტურული რაღაც არა სილამაზეები არა შიშები ცალკე რაღაც შენობაში შეიძლება იყოს არა ან ოთახში რომელიც ჩაკეტილია პანდორას ყუთივით და იმის გახსნა არავის არ აინტერესებს მაგრამ ეს შიშები აწუხებს ამიტომ ბოლოს ესე იგი მაინც მისასვლელია ერთად უკვე ამ შიშთან და გასარკვევი მისი ბუნება ჩემი აზრით რეალურად მე როცა შემიძლია ისეთ პრობლემაზე ლაპარაკი რომელთანაც ჩემ მეგობართანაც დავილაპარაკებ ესე სადღაც რო წავალ ნებისმიერ ადამიანთან როცა შემიძლია ჩემ რაღაც პრობლემაზე ლაპარაკი ანუ ეგ პრობლემა ჩემთვის რეალურად მოგვარებადია მაგრამ თუ პრობლემა ისეთი მაქვს რომელზეც მე თვითონ შინაგანი სამყარო ესე ხმამაღლა ვერ მალაპარაკებს და ანუ მე ვთვლი რომ უკვე ამ დროს ჭირდება ადამიანი ვინც სათანადოდ გამხსნის მე რეალურად და დამელაპარაკება და ამ ყველაფრის გადაჭრაში დამეხმარება იმიტომ რომ რეალურად მე რო ყოველდღიურად ეხა რაღაც პრობლემა რომ მაქვს სიტყვაზე ყოველდღიური და მე შემიძლია ეს ჩემ მეგობარს უთხრა ჩემი მეგობარი გამონახავს გზას დამელაპარაკება და ნუ რაღაცამდე მივალ იმ ესე ვთქვათ სხვა აზრის მოსმენითაც რაღაცამდე მივალ მაგრამ თუ ჩემ მეგობართან ან ჩემთვის ახლო ადამიანთან ვერ ვსაუბრობ იმ თემაზე რაც შიგნით მაქვს ჩემი აზრით უკვე ამ დროს მჭირდება მე ეს ყველაფერი იმიტომ რომ მჭირდება რომ ეს თვითონ გულში რაც მაქვს ესე ვთქვათ ჩატოვებული ვიღაცამ ამომიღოს და მათქმევინოს და შემდეგ მოვისმინო მისი აზრი დიახ აი მოდი ასე ტერმინი შემოვიტანოთ სამედიცინო მიდგომა ხო? როდის არის საჭირო ექიმი? როდესაც შენ თვითონ ვერ მართავ შენ ჯანმრთელობის მდგომარეობას. იმ პრობლემას, რომელიც შეიძლება თავიდან რაღაც თქვა კვილი გეტკინოს, არა, ეცადო რაღაცნაირ გამორეცხვა გაიგეთო, სოდიანი წყლით ზოგი ეწევა ხოლმე. მაგრამ ხედავ რომ ვეღარ ერევი. და იზოლებული ხდები, გაწუხებს ძალიან საქმეს ვეღარ აკეთებ, ხო, ესე იგი უამრავი საქმეა საინტერესო კონცერტზე გინდა წასვლა, რა დროს კონცერტია, ესე ფაქტიურად ცხოვრება გენგრევა ამის გამო. და თან ვერ მართავ შენ ესე საშინელი განცდავა, ხო? გჭირდება დამხმარე. ეს არის სამედიცინო მიდგომა, სამედიცინო მოდელი, ხო? დიდი სახიფათო მომენტია, განსაკუთრებით, როდესაც ფსიქოლოგია ეხება. იმიტომ რომ ადამიანი ვერ მართავს საკუთარ განცდებს, საკუთარ მენტალობას ამ დროს, რა. ხდება ხშირად აგრესიული ამ დროს, ვერ მართავს აგრესიას. სხვის მიმართ არის აგრესიული. მერე ძალიან ნაღლობს, რა, იმიტომ რომ რაღაც სისულელეს გააკეთებს, მერე ეს ემატება კიდე როგორც სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ახლობელ საყვარელ ადამიანთან ამ უმართავი რაღაცა შინაგანი იმპულსის გამო, აფექტის გამო დაენგრა ურთიერთობა. ხო, ერთთან მეორესთან, ესე მეგობართან წრე რაღაცას სხვანაირად უყურებს უკვე, რა, ადეკვატური აღარ არის. და ასე დროს მას ჭირდება დახმარება. ახლა უყურე, დახმარება რაში? საკუთარი თავის გაგებაში. მართვაში. არა, ამა ძველ ბერძნები კრეზის უძახოლდნენ, ძამნიშნული ცნება, ბერძნულ, ნუ აი პლატონთან და სოკრატთან.
ძალიან ცნება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანის უნარი, ასე იგი, სხვა ნებისმიერი სამყაროში არსებული რაღაც მოვლენის, ასე იგი, ასე სპეციფიური უნარი, მხოლოდ ადამიანს რომ აქვს, ეს არის საკუთარი ცხოვრების, ფიქრების, ქმედებების, მართვის უნარი. აი შენ თუ შეგიძლია მართო შენი თავი, შენი ქმედებები, შენი ურთიერთობები, მაშინ შენ გაკრიზისი და ჩვენ ვამბობთ, ნუ უზნაძე იტყოდა, რომ ეს არის პიროვნული, შემდგარი პიროვნება, ჩამოყალიბებული პიროვნება. რა კრიზისის უნარიც მქონე. ნუ მენეჯმენტი მაგალითად თანამედროვე აქედან მოდის, რა. საფუძვლები არის ასევე პლატონის მოძღვრებაში კრიზისის შესახებ. ადამიანის არსია ეს უყურე, როდესაც შენ აღარ შეგიძლია კრიზისი, მეორე ადამიანი ხდება თითქოს, აი იცი, როცა ექიმთან გაქვს საქმე, ის მაინც სხეულს ეხება. და როცა ფსიქოლოგთან გაქვს საქმე, შენ საკუთარ მენტალურ სულიერ არსს ეხება. ამიტომ იქ იცი, მიყოლა სხვა ადამიანის შესრულება იმის გეგმის. შენ უნდა გახდე ისეთი, როგორც ის გხედავს. უნდა დაიჯერო მისი ანალიზის. შენ თავი თვითონ კი არ უნდა გაანალიზო, არამედ დაიჯერო მის. ანუ იმისი გონება როგორ უყურებს ამ ყველაფერს. და მოხდები ავტორიტარულ სამყაროში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ქვია. იმიტომ რომ ფსიქოლოგი გახდება ამხანაგი ბრეჟნევი აუცილებლად. მას ძალიან მოსწონს ეს, იმიტომ რომ ცე ადამიანს საერთოდ ინტუიტურად რაღაც ბუნებრივად მოსწონს, როდესაც დომინირებს სხვა ადამიანს. ეს თუ ფსიქოლოგმა არ გააცნობიერა, ის გახდება უბრალოდ ლეონიდ ილიას ძე. და ასე ვთქვათ, ძალიან მოეწონება ის, რომ ამდენი კაშპიროვსკი, ხო? ამდენი ადამიანი აბსოლუტურად ექვემდებარება და ემორჩილება მის სიტყვას. მას შეუძლია ჰიპნოზი გაუკეთო, შეუძლია დააგდოს ძირს, რა. ასე ვთქვათ, რაც გინდა ის აკეთებინოს და ამით ამაყობს. და ადამიანს, რომელსაც აქვს შინაგანი პრობლემა და ესე იგი, კრიზისის აღდგენის ნაცვლად, როცა ფსიქოლოგი მართავს და შენც მოგწონს, იმიტომ რომ იცი რა, მისი აზრები, მისი ფიქრები, მისი კონცეფცია შენ შესახებ, ეს თუ შენ მიიღე და ასე ვთქვათ, იდენტიფიკაცია ამასთან გააკეთე და იდენტური გახდი ფსიქოანალიტიკოსის ანალიზის, რა. ასეთ შემთხვევაში შენ მშვიდდები, წყნარდები, იმიტომ რომ მისი ანალიზის მეთოდით ან ენას გასავლის ანალიზი, ეს ამას ნიშნავს, ის ამას ნიშნავს, ხო, რაღაცა. მისი თვალთახედვით რო ხედავ შენ სამყაროს, ეს რაღაც წესრიგი შემოდის. ხო? და ერთი შეხედვით შენ ხდები ბედნიერი და ამას ქვია რა. ნუ თავიდან თუ ეწინააღმდეგები და ფსიქოანალიზში წინააღმდეგობა ძალიან ცნობილი ტერმინია და ყოველთვის ხდება პაციენტის მხრიდან, მაგრამ იქ არის მთელი რიგი მეთოდები, რომელთაც უნდა დაძლივოს წინააღმდეგობა და გადახვიდე უშუალო თერაპიულ ეტაპზე. არა, როგორც ფსიქოანალიტიკოსებს ესვე. მაგრამ ფსიქოანალიზში შენ მაგივრად აზროვნებს ანალიტიკოსს, მაინც. ხო? თუმცა თანამედროვე ფსიქოანალიზშია რა, რაღაცნაირად გაწონასწორებულია, რომ შენც აანალიზებ, მაგრამ იმენით აანალიზებ, იმ მეთოდებით აანალიზებ, რომელსაც გაძლევს ინსტრუმენტს ფსიქოანალიტიკოსი. და მისი სუპერვაიზინგის, ანუ მისი მუდმივი ყურადღების არა სივრცეში იწყებ ანალიზს შენი პრობლემა მასთან ერთად. მე გამიჩნდა. ასე რომ წამყვანი და გურუ მაინც ასე ვთქვათ ლეონიდ ილიასძე რჩება. ის გეუბნება შენ როგორი ხარ, როგორი არ უნდა იყო, როგორია წესიერი საბჭოთა ადამიანი. ხო, თუ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდი, დიდი სახელმწიფოებრივი არსებობს საბჭოთა, რა არის შიზოფრენია, ჩამოწერილია. თუ შენ შიზოფრენიის დიაგნოზი ხარ, შენ უნდა ამ წიგნში, რაც შენ შესახებ წერია, ის დაიჯერო. გესმით? ჩაგიბეჭდან. და თუ დაიჯერებ, შენ კარგი პაციენტი ხარ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, საბჭოთა ფსიქიატრი ხედავს, რომ შენ აღიქვი ეს თერაპია, რომ შენ მიხვდი, რა ვინ ხარ და ხარ ავანტყოფი. გაგაორება და ასე შეიძლება ბევრი ტერმინები შემოდის და ცნებები, რომელსაც შენ იჯერებ აბსოლუტურად და ხდები ისეთი, როგორც ამ სახელმწიფოში არის. ბევრი კითხვები დამბადა რეალურად და თუ ასეთი არ გახდი, მაშინ ისჯები.
იმავე ფსიქიატრიულ კლინიკაში. ეს ხო დროებითი თერაპია გამოდის, მაშინ, იმიტომ რომ ის პაციენტი გარკვეული დროის შემდეგ კრიზისი დაკარგული. მიხვდება ამ ყველაფერს და ბევრად უარის მდგომარეობამდე მივა ჩემი აზრით. ესე იგი შენ აბსოლუტურად დამოკიდებული ხდები ექიმზე. დაკარგული გაქვს, ესე იგი ეს კრიზისის უნარი, არა, პიროვნული საწყისი და ხდები, მენტალური ახლა ძალიან პრიმიტიულად რო ვთქვა, ეს მონობის გარკვეული ფორმა. საბჭოთა მოქალაქეები ყველანი მონები ვიყავით. იმიტომ რომ საბჭოთა იდეოლოგია არა მარტო სოციალურ-ეკონომიკურ სამყაროს მართავდა, არამედ ზურებოდა თავის იდეოლოგიით შენ, ასე ვთქვათ, მენტალურ და შენ იძულებული იყავი გეფიქრა როგორც ამხანაგი სტალინი. შენ თუ არ ფიქრობ როგორც ამხანაგი სტალინი და არ ცხოვრობ ისე როგორც ცენტრალური კომიტეტის დადგენილებებში არის, არა, მაშინ შენ გაუცხოებული ხდები საზოგადოებაში და ისჯები. როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ყველაფრიდან თუ ესეთ ვითარებაში ვართ და ესე ვთქვათ ფსიქოლოგია ესეთ შეგხვდა სამწუხაროდ, რომელიც ჩვენზე манипуლირებს და ჩვენზე ჰიპნოზს აკეთებს. ამ შემთხვევაში რა შვებით? პირველ რიგში პაციენტის განმოსახედიდან როგორ უნდა მივხვდე მე, რომ იცი რა მე ეს ადამიანი კი არ მკურნალობს, მავნებს პირიქით და ესე ვთქვათ თავის ჭკუაზე დავყავარ და ის ამ ყველაფრით სიამოვნებას იღებს. დიახ. ჯერ დავაფიქსიროთ ერთი აზრი, ამ ხიანობაზე დავიწყეთ ხო ლაპარაკი, რომ განწყობა მხიან პიროვნული მდგომარეობაა და უზნაძისთვის ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი სწორედ ხიანობის კონცეფცია. აი, როდესაც ჩვენ გვაქვს საქმე ამ სამედიცინო მოდელთან, ცუდ სამედიცინო მოდელთან, ფსიქიატრიაში და ფსიქოთერაპიაში, რა იკარგება მაშინ? კრიზისი. და კრიზისი რა არის? ეს არის მთავარი, ესე იგი, თავარი ასპექტი მთლიან პიროვნული მოწყობის ადამიანის. თუ არ არის კრიზისი, შენ მთლიანობა არ გაქვს საკუთარ თავთან პირველ რიგში. იმიტომ რომ საკუთარ თავის მიმართ გაქვს უნდობლობა. ზოგჯერ უბრაზდები მას, იმიტომ რომ ის კომკავშირში გიშლის ხელს რო შეხვიდე და გახდე კარგი კომკავშირი რაღაცებს, ესე იგი, ამიტომ ის უნდა იყოს სადღაც ჩაკეტილი, როგორც ბავშვი, ცელქი ბავშვი რო არის, ხო? და გიშლის ხშირად რაღაცების კეთება, სერიოზულ საქმეს ვერ აკეთებ, იმიტომ რომ ცელქობენ შენ გარშემო. აი ეს ცელქი არსება სინამდვილეში არის შენი ნამდვილი მე. შინაგან ბავშვს უძახის, ამას ეძახის ჰუმანისტური ფსიქოლოგია, ხო? შინაგანი ბავშვი ლაღი არსებაა. ხო, ეს რაღაც სულიერი არსებაა. და მასთან ურთიერთობა უნდა დაამყარო, ხო? და მის სიცელქეს გაუგო, რატო ცელქობს? რას ნიშნავს ეს მისი თამაში? არა, რატო არ მოსწონს ან შენ როცა პარტიულ კრებაზე ხარ და იწყებ, ასე ვთქვათ, იმას, რა ქვია, ძილი გინდება, მთქნარებას იწყებ, არა? უინტერესო ხდება, მე მიდიხარ საბჭოთა ფსიქოლოგთან და ეუბნები, იცით, ძალიან მნიშვნელოვან მოხსენებებზე პარტიულზე. მე ინტერესი მეკარგება, ძილი მინდება. ან როცა ლიტერატურას ვკითხულობ, არა, თქვათ მარქსის-ლენინისტურს, მეძინება ხშირად, არა და საჭიროა ამ მიშველეთ. და ეს ცელქი ბავშვი ფაქტიურად შენში, რომელსაც არ უნდა ეს ლიტერატურა არ აინტერესებს. არც პარტიული კრება არ აინტერესებს, იმიტომ რომ იქ მისთვის ადგილი არ არის. იქ სულიერი არსებისთვის ადგილი არ არის, ამიტომ ის გაგდებულია. შენ ფიზიკურად ხარ ამ კრებაზე, რა, მენტალობა თითქოს საზროვნო აპარატ მეხსიერება, ფსიქოლოგია, მაგრამ შენი სული იქ არ არის. და უცებ არა სული გეძახის და რაღაცებს გახსენებს, რომ აი რაღაც მინდორს დაგანახებს, ჩანჩქებს, რომელს არაფერის კავშირი არ აქვს პარტიის კრებასთან. ჩემი აზრით, რეალურად ეს ყველაფერი თუნდაც ეს ამ ნებისმიერ რაღაცაზე რა, ეხლა მე რო ავიღოთ, მე რაღაცას უსმენ და აი რაღაც მომენტში აღარ მინდა მოსმენა, თუნდაც ეს ძილიანობა რო ვახსენეთ და ეს ბავშვის ფსიქოლოგია რომ ერთვება, რომ თამაში მინდა ეს ყველაფერი ჩემი აზრით არის, ესე ვთქვათ, სტრესთან ერთ-ერთი გამკლავების, ესე ვთქვათ, სტრეს უმკავლდები მე ასე, იმიტომ რომ მე ამ დროს თავს არ ვგრძნობ კომფორტულად, ისეთ ვისტრესები ამითი და ამ ყველაფერში უკვე ჩემი ბავშვი ერთვება, ბავშვობაში როგორ რეაგირებდი ამ ყველაფერზე მე როცა სიტყვაზე რაღაცა არ სიამოვნებდა
და მაგიტომაც არის რომ თუნდაც სტრესი რო ავიღოთ, იმიტომ რომ ხა სტრესი ყველას თავისებური აქვს, მაგრამ გამოხატვა ამ სტრესის ყველა სხვანაირი აქვს. ზოგი აგრესიით გამოხატავს, ზოგი პირიქით შეიძლება სიცილით გამოხატავდეს, ისტერიული სიცილი მინახავს ეგეთი რაღაცა, რომ ადამიანის სტენიკური და ასტენიკური, ასე ვთქვათ, რეაქცია შეიძლება იყოს, არა? ეს არის ყველას ინდივიდუალური. ეს ყველაფერი მოდის ბავშვობიდან. ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრი არის ეს ყველაფერი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. არა, ნუ მამაც ფროიდი ამბობს. კი ბატონო. მე და ფროიდი თანახმოვართ. უდასტურებ ისო. ხო, ბავშვობიდან მოდის, როგორც თქვი და რატო არის ეს? ანუ რა არის უფრო კარგი, მაგრამ მე ანუ ყველას თავისებურად უმკავდებით სტრესს. ჩემთვის შეიძლება 100%-იანი ფორმულა სტრესის გამკლავების იყოს, რომ მე სიტყვაზე დავჯდე და გავაკეთო, რავი, თუნდაც დავჯდეთ აქ და პოდკასტი ჩავწერო და მე ამ ყველაფერმა იმ სტრესი მომიხსნას, რაც მქონდა, და სხვა ადამიანისთვის შეიძლება იყოს ვიღაცის მიმართ აგრესიის გამოხატვა და თუნდაც ვიღაცის მიმართ დაცინვა და ასე შემდეგ. რა იწვევს ამ ყველაფერს და ბავშვი როგორ უნდა მართოთ, უბრალოდ მოდი ესეთ კითხვას დავსვავ, რომ სტრესის დროს, როცა ეს გამოწვევები ექნება უკვე დიდობაში ამ ადამიანს, კონდეს ესე ვთქვათ, სწორი გამოვლინებები, სწორი რეაქციები და პირველ რიგში იცოდეს, როგორ უნდა გამოვიდეს ამ სტრესული მდგომარეობიდან. დიახ, ნუ ესე იგი, შენ სწორად დაარქვი სახელი სტრესი. შეიძლება ცოტა უფრო ღრმათად ჩავიდეთ, არა? ვთქვათ, ფობიკური მდგომარეობები, პოსტტრაუმული მდგომარეობები, პოსტტრაუმული სტრესული მდგომარეობები უკვე განვითარდეს, არა? ამ სტრესული, ვთქვათ, გამოცდილების შედეგად, არა? რა არის ეს? ნუ პირველ რიგში კლიანობის რღვევის მდგომარეობები. მე კონტაქტი მეკარგება საკუთარ რესურსთან. ხურებ რას აკეთებს ფობია? ფობიკური რეაქციები თავდაცვით რეაქციები. მე გადავდივარ თავდაცვაზე და აქ ინსტინქტი უფრო მნიშვნელოვანია, უყურე ნევროლოგიური მექანიზმები სტრესიდან, ასე იგი, მაგალითად, ცხოველი როგორ იცავს თავს თავდასხმიდან. არა, უყურე მისი ნევროლოგია და მისი ტვინი შეიცავს უამრავ პატერნებს თავდაცვის. და როცა ეს ადამიანს ემართება, ჩვენ ცხოველურ მდგომარეობაში გადავდივართ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი არ გვენდომა, აი როგორც მაგალითად საშიშ სიტუაციაში ბავშვს უნდა მაგალითად ქუჩაში ჩასვლა. არა, იქ ფეხბურთის და მსოფლიოში მანქანები დადიან, არა. მშობელი ამას ხედავს და ბავშვი ვერაცნობიერებს, რომ იქ საშიშროება. რას აკეთებს მშობელი? მშობელი ცდილობს მართოს ბავშვი. დაიქვემდებაროს ბავშვის რეაქცია. უნდა მას ეს თუ არ უნდა. ამიტომ უყურე, ბავშვი უნდა სიტყვა, არა მინდას დათრგუნვა არის საჭირო ამ დროს და უნდას, ასე ვთქვათ, მოდელის, ასე ვთქვათ, დომინირება, არა მშობლის მხრიდან. ნუ პარტიაც ასე აკეთებს, ის არ გეკითხება რა გინდა. გეუბნება რა უნდა აკეთო ცხოვრებაში. და როდესაც მე გადავდივარ უნდას პოზიციაზე, არა, და ვექვემდებარები ფობიკურ მექანიზმს ჩემში, მაშინ მე იქ აღარა ვარ. ურე, ჩემი პიროვნება არის და მთლიანად ყველაფერი ექვემდებარება რა ბოდიგარდის მოთხოვნებს, რა, აი რა უნდა გააკეთო, რა არ უნდა გააკეთო და ამ დროს ჩემი საქმე, ჩემი პიროვნული, ასე ვთქვათ, შეხედულებები, ჩემი აზროვნება საკუთარი, ეს აზროვნების დრო არ არის, უნდა გაიქცე. ან უნდა შეუტიო, რა. არის სტენიკური რეაქცია ფობიაზე, როცა უტევ და არის ასთენგული მიგდის და ესე იგი არა, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგია აეწყობა თავდაცვის რელსებზე მთლიანად და იქ ჩემთვის როგორც პიროვნებისთვის ადგილი აღარ არის. ამიტომ ბოდიგარდი მაგალითად რო ასე პრეზიდენტს ეკცევა. ეუბნება, იცით რა, ბატონო პრეზიდენტო, დარჩით სახლში. იმიტომ რომ იქ არის ჩასაფრება. ამიტომ კი მაგრამ ეს ეუბნება, მე თუ სახლში დავრჩი, სახელმწიფოს ვინ მართავს დიდი ბოდიში. და იცი რა, შენ თუ კარგი ბოდიგარდი ხარ, მოდი ისე გააკეთე შენი საქმე, რომ მე ჩემი საქმე პრეზიდენტის ვაკეთო და გავნაგრძო მუშაობა პრეზიდენტად. შენ თუ მე სახლში ჩამრთე და გალიაში გამომკეტე
და ასე ვთქვათ, რაღაცის ბრონეჟილეტი ჩამაცვიდა, 15 კაცს დააყენე ჩემ გვერდ. საქმე როგორ გავაკეთო? შეხვედრა მაქვს ერთ დიპლომატთან, მეორესთან, უამრავი საქმე. მაშინ მთელი სახელმწიფო მოხდება სტრესულ მდგომარე, არა მარტო მე და თქვენ, არამედ და ზუსტად ეს არ უნდა ჩვენ მტერს, ეუბნება ბოდიგარდს პრეზიდენტი. ეუბნება კლიენტ-ცენტრირებული მეთოდის ფსიქოთერაპევტი, ეუბნება შიშს. შიშო, დიდი მადლობა რომ მიცა. არ შეიძლება შიშს ეწინააღმდეგებოდ, იმიტომ თავდაცვის მექანიზმი. თან მართლაც დავეთანხმოთ შიშს, მან ბევრი რამე ჩვენზე უკეთ იცის, როგორ აი სტრესულ სიტუაციაში ჩვენ რეფლექსურად, ინსტინქტურად მოქმედებით. მე თო იქ ფიქრი დავიწყე და ამის გააზრება და ფილოსოფიური ისა დავიღუპები, ხო? ამიტომ ამის უფლებას მე არ მაძლევს ინსტინქტი. კი, აი ხა მე გავიაზრე რეალურად რომ მაგრამ ინსტინქტთან საჭირო არის მოლაპარაკება. აი ეხა რეალურად მე გავიაზრე რომ უნდა უთხრა ინსტინქტს რომ იცი რა მე პატრონ მე კრეზის ვახმოვწიო. მე ვარ პრეზიდენტი ჩემი ცხოვრების. ბოდიგარდს უნდა ელაპარაკო რა და ცუდი ბოდიგარდი გეტყვის მე არ ვიცი შენ ვინ ხარ ჩემს თავარია შენ ცოცხალი დარჩე რა და შენ თუ მოკვდები რა ამით საქმე გაკეთდება ამიტომ დამიჯერე რა ეხლა მე ვარ აქ პრეზიდენტი გასაგებია აი ეხლა მე რაც გავიგებს ამ ყველაფრიდან არის ის რომ და კარგი ბოდიგარდი ერთის დაუმატებდა კარგი ბოდიგარდი განვითარებულია რა იმას კარგადაა გააზრებული რომ ის მარტო სიცოცხლეს კი არ იცავს საქმიანობას იცავს და მთელ სახელმწიფოს იცავს, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს საქმე. ამიტომ ის არის მუდმივ კონტაქტში პრეზიდენტთან, ითვალისწინებს ისე და დაიცვა პრეზიდენტი, რომ არ დააზიანო მისი საქმიანობა. ეს ძალიან მაღალი დონის დაცვა, სახელმწიფო დაცვა. და შესაძლებელია განვითარება ფობიკური მექანიზმის. განვითარებული ფობიკური მექანიზმი ეს არის სიკეთე და არა ბოროტება. ამას აკეთებს ფსიქოთერაპევტი. ან ვითარებს არა ებრძვის შიშებს, როგორც უცოდინარი ფსიქოლოგი. ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა მიიღოს. ადამიანს გაწირავ სასიკვდილოდ, რომ შეიძლება ებრძოლო შიშს. ეხლა მეომარი წარმოიდგინე ბრძოლის ველზე ფსიქოლოგი ხელავს, ხო? ესე იგი ფსიქოლოგი მივიდა დაამშვიდა დააწყნარა ტაბლეტი მისა დამამშვიდებელი, არა უთხრა რომ არაფერი არ ხდება, ნუ ღელავ. არა, გაიხედე, სადმე არის ტანკი, მოფრინავს ბეპე. არა, არაფერი, ხო, სიმშვიდეა ყველაფერი და რატო ღელა? ასე თუ დაამშვიდე, მებრძოლი. ის ასე მშვიდად წავას, ის სასიკვდილოდ, არა? იმიტომ რომ მისი სიფრთხილე, მისი ზესიფრთხილე, მისი სტრესი საჭიროა თვითგადარჩენის. ფობია მუშაობს ადამიანის გადარჩენაზე საშიშ სიტუაციაში, ობიექტურად საშიშ სიტუაციაში. მაგრამ როცა ფობია მუშაობს, მაშინ როცა ესეთ სიტუაცია აღარ არის, რაღაცა მოხდა, შეგეშინდა, მერე დაგეწყო ფობია. რეალურად არაფერი არ ხდება, მაგრამ გეშინია. ეს ფობია არის ნარჩენი ფობია, პოსტტრავმული მდგომარეობები უკვე სადაც არის მოლაპარაკებები, საჭირო ფობიკურ მექანიზმს, ამიტომ აქაც ჭკვიანია ფობია. უყურე დღეს შენ გადადიოდი ქუჩაში, მანქანა გეჯახებოდა, შეგეშინდა. მეორე დღეს დგეხარ ნაბიჯს ვერ ადგავ. გეშინი ამასობაში არაფერი, მანქანა არ არის. ის გაკ დატოვებული. ხო, აქ უყურე, აქ საჭირო არის, მაგრამ ფობია ჭკვიანია, ის გეუბნება, ცირა მე სტატისტიკით ხელმძღვანელობ და მე მაგ გამოცდილება ადამიანიდან მოყოლებული. გაცილებით უფრო ჭკვიანი ვარ ვიდრე შენ. იმიტომ რომ შენ რამდენი წლის ახარ, ნუ თქვათ 80 სიღავ კი. 80 წელი რა არის? მე ესე იგი ასეულობით 1000 წლის დახვეწილი გამოცდილება მაქვს როგორ დაგიცვა. სახეობა როგორ დავიცვა, არა მარტო როგორ ინდივიდი. და შენ მეჭკუას თუ შეიძლება ნუ მასწავლე, ფობია გეუბნება. ამიტომ მე რო გაშინებ ახლა შენ რო ქუჩაში ვერ გადადიხარ, იმიტომ რომ სტატისტიკურად რახან ეს ერთხელ მოხდა, შეიძლება მეორედ გამეორდეს. ეხა რა დაკითხვა დამება და მე ამ ყველაფრიდან ბოდიში ჩაგეჭრებით. ერთი მიღება მადლობა აუცილებლად. თო დაცვის მე. ხო. კი ბატონო. რა კითხვა დამება და ეხა მე რეალურად. კი ბატონო, ეს ფობია ჩვენ ესე ვთქვათ გადამრჩენელი არის და ინსტინქტი არის რა, მაგრამ ძალიან ჭკვიანი გადამრჩენელი. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც,
რომლებიც ესე ვთქვათ, overthinker-ები არიან, overthinking-ში გადადიან და მუდმივად ამ სტრესში იმყოფებიან ნებისმიერი თუნდაც უნიშნელო სიტუაციის გამო, ჩემი გადმოსახედიდან. და ანუ მათთვის ახლა რეალურად ამ ყველაფრის მართვა უკვე სამართავი აქვთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი პასტა რო აიღო და მელანი გაუვიდა და ხელზე ესე ვთქვათ წაესვა. ამისგანაც კი შეიძლება ისეთი ემოციები გამოიწვიოს და ისეთი ტრიგერი მიცეს, რომ რაღაცა სტრესი განუვითარდეს ამ ყველაფრისგან და ამაზე ზედმეტად ბევრი ფიქრი დაიწყოს, რაზეც ახლა მე რეალურად ფიქრს არ დავიწყებ, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად იმდენად უმნიშვნელო რაღაცა არის და იმდენად მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა არის, რომ ზედმეტ ფიქრს, ესე ვთქვათ, არ თვლი საჭიროდ, რომ მე ამაზე ვიფიქრო და ამან სიტყვაზე რამენაირად დამსტრესოს. და ანუ ასეთი ადამიანის კატეგორიების შემთხვევაში რა ხდება? იმიტომ რომ ამათთვის ასეთი ადამიანებისთვის ჩემი აზრით ეს ფობია უკვე პრობლემას წარმოადგენს. ანუ როდესაც ყოველ ნაბიჯზე შენ რაღაცის გეშინია და რეალურად ეს ყველაფერი გაბრკოლებს, იმიტომ რომ წინ ვერ დგავ ნაბიჯს, ეს უკვე პრობლემა არის. ამ დროს რა ხდება? დიახ, ეს არის ფობიის არსი, ხო, რომ ჯერ ერთი გენერალიზაცია ხდება ფობიების. ის იწყება ერთი მცირე რაღაცა, თქვათ, ლოკალური შიშით, აი ამ ადგილას არა მიბმული, იმიტომ რომ აქ თქვათ, აქ მოხდა ის მანქანა, ამიტომ ფობიას ეს აქ დახსომებული და მაგრამ შემდეგ ხდება გენერალიზაცია. ანუ ფობიას უნდება უყურე ბოდიგარდი ცდილობს უკვე გენერალიზაცია ხდება დაცვის აუცილებლობის. თუ მართლა იყო რა ვიღაც მკვლელი მოსული მაგალითად არა, ამერიკის პრეზიდენტი მოკლეს, ხო? ბოდიგარდმა ვერ დაიცვა. შემდეგი ბოდიგარდები უფრო მეტად, ესე იგი, შემტევი გახდნენ პრეზიდენტის მიერ, რომ ცდილობენ დაიქვემ, იმიტომ რომ აი ეს მოხდა, ეს გინდა, ანუ ძლიერდება ფობიკური მექანიზმი. კი არ სუსტდება, ძლიერდება. გესმის? ხო, ამიტომ უნდასა და მინდას შორის ესე კრიზისი რა არის? მინდათი ცხოვრება. რა მინდა იმით ცხოვრობ და არა იმითი რა უნდა ვაკეთო. და ფობია უნდას მექანიზმია მთლიანად. ისევე როგორც ტოტალიტარული სამყარო ფობიკურად არის მოწყობილი. ტყუილ არ ხდება ასე. არა ეს ფიზიოლოგიური მოწყობაა ტოტალიტარიზმი. ზუსტად ისე მართავს ქვეყანას, როგორც ფობია მართავს ადამიანის მინდათა სისტემას. ესე იგი, რა ვთქვით ჩვენ რა არის, ესე იგი, შფოთვის მექანიზმში მთავარი, რომ იკარგება ჩემ საკუთარ შინაგან რესურსებთან, პიროვნულ რესურსებთან წვდომა. მე ძალიან ზედაპირული ხდები. შინაგან სამყაროში უამრავი თვითონ მაქვს კოლოსალური რესურსები, რომელმაც შეიძლება ამ სიტუაცია გლობალურად გამომიყვანოს და დამეხმაროს. მე თუ ძლიერი ვიქნები, მე თუ ჩემ თავს ნდობას იმას დავიბრუნებ, არა? მე თუ დავიბრუნებ კონტაქტს ჩემ სულთან და სულზე უფრო ბრძენი არავინ არ არის, რომელიც რატომღაც განდევნილი მყავს და პარტიამ ძალიან ბევრი იმუშავა, რომ სული განედევნა. მე თუ ამას დავიბრუნებ და ფსიქოლოგი სწორედ ამ გამახსენებს ამ ნაბიჯს ნამდვილი როგორი ვარ. როგორია შენში ნამდვილი არსება. აი თუნდაც შინაგანი ბავშვი, ლაღი, თავისუფალი, ჭკვიანი, ესთეტური, ხო? მე თუ გავიხსენებ, მე თუ შევალ მის ოთახში, სადაც ის ბავშვი ცხოვრობს. ესე იგი ჩავიცვალ მის ფეხსაცმელს და მის სამყაროში შევალ, მე დავიბრუნებ ჩემ თავს. და ამ პროცესში ოღონდ არ შეიძლება ომი ფობიასთან. რომ ფობიასთან ომი მხოლოდ მის ასმაკ გაძლიერებას გამოიწვევს. რომ შენ თუ მშობელს დაიწყე ომი, რომ მოტყუება მშობლის, მე ეზოში მინდა ჩავიდე ფეხბურთს თამაშობენ ბავშვები და მშობელი რატომღაც არ მიშვებს, არა? და მშობელმა შეამჩნია ის მხოლოდ გააძლიერებს ჩემ ასე ვთქვათ აგრძალვების სისტემას, არა? რატომ? იმიტომ რომ მე თუ მშობელს ომი დავუწყე და ასე ვთქვათ მივედი როგორც პავკა კარჩაკინი მივიდა პარტიაში, არა? და თავის მამაზე პაკლოპი გააკეთა და დანოსი. ისე თუ ესე იგი გავაკეთო და დანოსი მამა ჩემზე, რომელიც მიშლის ხელს კარგი კონკავშირელი იყო, ან ვითამაშო რა ეზოში.
ასეთ შემთხვევაში მე დავკარგავ მშობელს. არა დავკარგავ მშობლიურ სახლს ამ დროს. გავუცხოვდები და ეს არის პარტიული, ასე ვთქვათ, კომკავშირლად გახდომის გზა. კომკავშირელი ებრძვის მშობელს და უჯერებს პარტიას. ზუსტად იგივეა ფობიკური ბექარი. ესე იგი, მე ჩემი თეზისი რა არის, რომ ტოტალიტარული სისტემა არ ბაძავს ფობიას. ფობიკური სისტემა. მე მაგას ესე ვხედავ, რომ ბავშვი რო ხარ, შენ მაგალითად მე როგორც ბავშვი ბევრ რაღაცას ვერ აღვიქავ ისე და ჩემთვის ეს არის ესე ვთქვათ თუნდაც იმ ფობიის რომ მე მშობელი მეუნება რომ იცი რა შენ ეზოში ვერ ჩახვალ. ძველი ფოტოები, ნივთები, სათამაშოები, ადამიანები რომლებსაც ძალიან ესე იგი უყვარდი, ახლობელები იყვნენ და დაკარგე რატომღაც მათთან კომუნიკაცია. დავასრულებ. აღარ მიდიხარ დედასთან და მამასთან, იმიტომ რომ დაბერდნენ და ესე იგი მათთან ესე სიმბოლურად მიდიხარ, როგორ ახათ რაღაცა სინამდვილეში სულ სხვა ცხოვრება გაქვს და კონტაქტი შენ მშობლებთან გაქვს დაკარგული. და მშობლებთან დაკარგული კონტაქტი შენ თავის დიდ ნაწილთან დაკარგული კონტაქტი. კი, მაგრამ მე როგორც ბავშვი ჩემი აზრით მან უკვე მშობლის უფრო მეტად ინტერაქციული უნდა იყოს და მშობელი მე როგორც როცა ბავშვი ვარ მშობელი ეცადოს რომ მე გადამიყვანოს მინდაზე და არა უნდაზე. ანუ იმდენად შემოვიდეს ამას ჩემთვის. აკეთებს სიყვარულით, ჩვენზე ზრუნვით. ხო, მაგრამ მე ხო არ ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ბავშვმა. და მანამ პატარა ხარ უყურე ესე როცა კარგი შეკითხვაა ძალიან, როცა ადამიანი იზრდება და მშობლის პოზიცია იგივე რჩება, უყურებ მშობელი თulis რომ შენ ისევ ბავშვი ხარ დასაცავად. ესე იგი, მაშინ შენ უნდა უბრალოდ რო უთხრა, იცი, მამა, მე აღარა ვარ რა, 7 წლის ბავშვი რა. მე მახსოვს, აი, მაშინ როგორ მე მიცავდი ვთქვათ, ხო? როგორ ზრუნავდი. ეხლა მე თვითონ შემიძლია ჩემზე, არ მარტო ჩემზე, შენზეც მე უნდა ვიზრუნო. ეს სიტყვები მარტო არ გმარა. რა თქმა უნდა. ხო, ამას უნდა მოაყოლო რა ნამდვილი საქმე. მართლა პიროვნული ზრდა თუ მოხდა, შენ თუ პიროვნება ჩამოყალიბდი, თუ ზრდასრული ადამიანი და პიროვნება გახდი, მაშინ მშობელი ამას შეამჩნევს და ძალიან გაუხარდება და მოგცემს მეტ თავისუფლებას. მეტი თავისუფლება მოყვარული ადამიანისაგან, ნუ აი ღმერთისგან, მაგალითად, ანგელოზისგან, მშობლისგან. ხდება მაშინ, როცა შენ იზრდები პიროვნულად. და შენში სულიერი ძალები იკრებს, ასე ვთქვათ, ძალას იკრებს სულიერი პოტენცია შენი, არა? შენი აზროვნება, შენი ცოდნა, შენი ასე ვთქვათ, ვაჟკაცობა, ხო, შენი შეხედულებები, რაღაცა ესთეტური ზამნიშნული დიდი მნიშვნელობა აქვს ესთეტიკას, მე დაუბრუნდე და ესე იგი ეს ყველაფერი, მაშინ შენ მეტი თავისუფლება გეძლევა. მოყვარული შენზე მზრუნველი სამყაროსგან. აი, ტოტალიტარულ სამყაროში ეს არ ხდება, იმიტომ რომ იქ პიროვნული ზრდა შეჩერებულია. და იქ ასე ვთქვათ, შეუძლებელია მოლაპარაკება ცეკას მდივანთან. იმიტომ რომ მოლაპარაკება ნიშნავს, რომ შენ სხვა აზრისა ხარ და თუ სხვა აზრისა ხარ, გულაგშია შენი ადგილი. მოლაპარაკება მხოლოდ დაქვემდებარა. უნდა აი სუფთა კლასიკური უნდა, უკომპრომისო უნდა. არის, ესე იგი, კრიზისის შეჩერება, არის ანტიადამიანური ქმედება და ორიენტაცია არა იმაზე, რომ ადამიანი გაიზარდოს პიროვნულად, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს ჭკვიან ადამიანს, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლია. არა ამაზე ზრუნვა, არამედ ზრუნვა იმაზე, რომ ის დარჩეს დაქვემდებარებულ ბავშვად. და ბავშვის ბუნება კარგია, რატომ? იმიტომ რომ მანამ ის პატარაა, დაქვემდებარებას რთულად ბავშვი მასში უფრო ცოცხალია, ვიდრე პარტია. ხო? ძნელია, ესე იგი, სისტემური სჭირდება რა, დაჩმორების მექანიზმი ადამიანის, რომ ესე იგი, მისგან ჩამოაყალიბო კარგი, ესე იგი, საბჭოთა მოქალაქე ჰომო სოვიეტი. მით უმეტეს ქართულს. ხო, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან უნდა, ეს არის მუდმივი, ასე ვთქვათ, ბულინგის, პარტიული ბულინგის, იდეოლოგიური ბულინგის, ასე ვთქვათ. ეგ კი არა, ამ კუთხით რო შევხედოთ, მაგალითად, სახელმწიფო გადატრიალებას 92 წელს. ჩვენ დაგვიბრუნდა საბჭოთა კავშირი. მოვინდომეთ დამოუკიდებლობა. ხო, მოვინდომეთ თვითონ მართვა კრიზისი საკუთარი ქვეყნის.
ავირჩიეთ ჩვენი ასე ვთქვათ პარლამენტი და პრეზიდენტი, ხო? რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თავისუფლებაზე ლაპარაკობდა მერაბ კოსტავა, ხო? ძალიან დიდ მნიშვნელობაზე იყო რა, აი ილიას ციტირებას ახდენდნენ, ხო, რომ უნდა იყოს საკუთარი თავის თვითონ ასე ვთქვათ თავადი, არა, თვითონ მართველი, მეფე, ხო? და შენი ქვეყანა უნდა შენ გეკუთვნოდეს და საკუთარი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეთ. ეს საბჭოთა სისტემისთვის არის რაღაცა ცელქობა ბავშვის, რომელიც უნდა დაისაჯოს და დაბრუნდა საბჭოთა ნომენკლატურა. კი ბატონო, მე ფობიკური მექანიზმი. წინა საუბრებიდან რაღაც შიშის, მინდას და უნდას დიალექტიკა. შიშის და თავისუფლების ბრძოლა ერთმანეთთან, არა? როდესაც საბჭოთა საქართველო ებრძვის დამოუკიდებელ საქართველოს. და საბჭოთა საქართველო არის აი ეს ესე იგი დამდრუნველი მანქანა, რომელსაც არ უნდა რომ შენ ჩამოყალიბდე პიროვნება და პიროვნულის დაგანიცადო და რაღაცა ავტონომია ქონდეს, არა? ამას ზე ბევრს წერს მასლოვი. არა, ამ ტენდენციებზე, ასე ვთქვათ, თვით რეალიზაციის ტენდენციებზე, რომელიც აი ტოტალიტარულ სისტემაში არის გაჩერებული და ესე იგი აგრძალული სასტიკად. ხო? ამიტომ ესე იგი რა არის მთავარი ამ დროს, როცა სტრესი ცხოვრობ, აღადგინო კავშირი შინაგან სამყაროსთან. და ფობია ამას ეწინააღმდეგება სწორად. და ამიტომ ეს შეიძლება გააკეთო ფსიქოლოგთან ერთად, აი თავიდან ერთად დავიწყეთ არა, რომ თვითონ აღარ შეგიძლია. მაგრამ ფსიქოლოგს გააჩნია, ფსიქოლოგი შეიძლება აღმოჩნდეს საბჭოთა საბჭოთა ფსიქიატრი. არა, და მაშინ ის კრიზისის დაბრუნებაზე და შენი პიროვნული ძალების დაბრუნებაზე კი არ იზრუნებს და გამთლიანებაზე ბუნების. არამედ იზრუნებს მართვაზე. წაგიყვანს კომკავშირში, პიონერიაში თუ პატარა ხარ, რა შეგიყვანს იმ შენაირების ჯგუფში. ჯგუფები, ასე ვთქვათ, მარტო ფსიქოთერაპიული ჯგუფები კი არ არსებობს, არსებობს პარტიული ჯგუფები. პროფესიონალთან მოხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერ იმაში. ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმულია და მე მაქვს ესეთი კითხვა ეხა. ვისაუბრეთ ჩვენ ესე იგი აღდგენა რა შინაგან რესურსებთან წოდომის. მე მაგალითად შემიძლია მე მონახლა დრო თუ გვექნება. დრო იდეაში გვაქვს უბრალოდ მინდა მეც რაღაც კითხვები დავსვა თუ არ იქნება პრობლემა. მოკლედ ესეთი კითხვა მაქვს ჩვენ ვისაუბრეთ ფსიქოლოგი გვჭირდება მაშინ და შევთანხმდით ისეთ რაღაცაზე რომ ფსიქოლოგი გვჭირდება მაშინ როდესაც ეს პრობლემა რაღაც პრობლემა ჩემში არის გამოკეტილი და ანუ არის რაღაცეები რაზეც ხიათ საუბრობთ და ანუ ამაში ჩვენ საზოგადოებაში ვინც არის ჩვენ გარშემო ნუ ასე თუ ისე მათაც შეუძლიათ დახმარება მე მაინტერესებს რეალურად ეხა ესეთი რაღაცა როდესაც მე ვხედავ რომ ჩემი მეგობარი ცუდად არის და რაღაცა უჭირს მაგრამ ნუ ამ ყველაფერს მე ვერ მიყვება და ვხედავ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ვიცნობ ამ ადამიანს კარგად და ხვდები რომ რაღაცა რიგზე არ არის როგორც მეგობარი რა უნდა გავაკეთო ამ დროს ისე რომ მის შინაგან სამყაროში ესე ვთქვათ ისე ღრმად არ შევიდე რამაც მე შეიძლება გამოიწვიოს როგორც ვახსენეთ ცოტა ხნის წინ და ჩემზე არ გადმოიტანოს ეს მთელი აგრესია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. მე ფსიქოლოგია ტრანსფერის მექანიზმი ფსიქოლოგებთანაც მუშაობს. ხო, ანუ მე როგორც მეგობარმა რა, ესე ვთქვათ, რა არჩევები შეგვიძლია მივცეთ ხალხს, რომ მე როგორც მეგობარმა ისე ღრმად არ შევიდე რაღაცაში და მე რაც თუ გახსნა არის ისე გავხსნა ჩემი მეგობარი რომ როგორც მეგობარმა რა უნდა გავაკეთო კარები თვითონ გამიღოს და მე დაუკითხავად არ შევიდე მასში ძალიან კარგი შეკითხვა არის ფუნდამენტალური შეკითხვა ასე ვთქვათ ეს პრობლემა დგას ფსიქოლოგიაში თავდაცვითი ეფექტი არ ჩართოს ამ ყველაფერმა აგრესია არ გამოიწვიოს ამ ყველაფერს ლაპარაკობდით კიდეც ამაზე ლექციებზე ხო ესე იგი რაშია საქმე უყურე მე სხვა ჩემი შემოტანილი ტერმინია ადამიანური განზომილებები
ეს არის აი ახლო განზომილებები, რომელშიც მე ვცხოვრობ და რომელიც ჩემთვის არის ძალიან ნაცნობი, ჩვეული, ხო? მაგალითად, სკოლა ადამიანური განზომილებაა, არა? უნივერსიტეტი ადამიანური განზომილება და ასე შემდეგ. მეგობრობა არის ადამიანური განზომილება. პრობლემა კი ადამიანური განზომილებების გარეთ დგას. იმ ადამიანის, რომელსაც არის დასტრესილი და ადამიანურ განზომილებაში ამ პრობლემის ადგილი ვერ მოიცემნა. ვერ შემოვიდა. არც შემოვა, იმიტომ რომ ეს განზომილება არ ითვალისწინებს პრობლემის შემოსვლას იქ. ხო? იმიტომ როცა მეგობარი ცდილობს ჩემ დახმარებას და მეგობარი კი მეგობრული განზომილების მოსახლე არის, რა? citizen, ასე ვთქვათ, რა ქვია, მოქალაქე, ხო? აპრიორი ის ვერ შეძლებს, ის ასე იყურე ვერ გამოვა ადამიანური განზომილება, იმიტომ რომ მაშინ მეგობრის სახეს დაკარგავს. მაშინ აღარ იქნება მეგობარი. და ფსიქოლოგი აი რატოა ნეიტრალური იყო? არ შეიძლება შვილის ფსიქოლოგი იყო, არ შეიძლება ცოლის ფსიქოლოგი იყო. არ შეიძლება მეგობრის ფსიქოლოგი იყო. არ შეიძლება იმ ადამიანის ვთქვათ, აი კოლეგას ფსიქოლოგი იყო, რომელსაც კარგად იცნო. იმიტომ რომ ადამიანური განზომილებების შიგნით ეს პრობლემა არ იქნება. გარეთ იქნება. ამიტომ უყურე მამამ უნდა აირჩიოს ან დაკარგოს მამის იდენტობა, ესე იგი მამის სახე. და გახდეს ვიღაცა სხვა, რა ძალიან რთულია, იმიტომ რომ მამა არის ჩამოყალიბებული, რა მთელი ცხოვრება მამა გვერდით არის და ჩემი განზომილების უმთავრესი ნაწილია. რანაირად უნდა აღარ იყოს მამა, რა? და ფსიქოთერაპევტი თუ ხარ მამა, შენ რჩები ადამიანური განზომილებების კონტექსტში, რომელშიც პრობლემა ვერ გადაწყდება. მაგრამ მან უკვე ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან უკვე ისეთი რაღაცა ერთობა, რომ მე თუ ჩემ მეგობარს კარგად ვიცნობ. იმდენად კარგად, რომ მე მისი შინაგანი სამყარო 100%-ით ვიცი, 100% რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ ვიცი. ხო, მაგრამ მანამ შენ მეგობარი ხარ, ჩვეული მეგობარი. ანუ მე როგორც მაგდროს როგორც მეგობარი საჭირო ხარ მისთვის. განა არა, მამა ძალიან საჭირო, როცა სტრესი მაქვს. მაგრამ მამა ფსიქოთერაპევტი ვერ იქნება. და მეგობარი ვერ იქნება იმ პრობლემის გადამჭრელი, აი შინაგანის თუნდაც, რომელიც ვიმეორებ ამ განზომილების ნაწილი არ არის. ამიტომ ან უნდა მოკვდე როგორც მეგობარი და დაიბადო როგორც ფსიქოთერაპევტი. მაგრამ მაშინ მეგობრის სტატუსი ვეღარ დაუბრუნდება. უნდა გაწირო, სხვერპლად შეწირო მეგობრო. სულ სხვანაირი გახდე, უყურე, აი როგორც ამას რა ქვია, ესე იგი, აი განსხვისება მიბაცვა. აი ქრისტემ რო ავიდა მთაზე, ის სახე იცვალა. და ვეღარ ცნობდნენ. არა, მიიღო ღმერთის სახე. მეგობარი ღმერთი უნდა გახდეს შენთვის ამ დროს. და მეგობრის სტატუსი დაკარგოს. ეს არის, ესე იგი, მისტიური აქტი. ანუ მე თუ დახმარება დამჭირდა, ანუ სწორად გავიგე თუ არა მაგას ვკითხულობ. მე თუ დახმარება დამჭირდა და თქვა ჩემ მეგობარს, ჩემი მეგობარი შემოვიდა ჩემში, მე მას მეგობრად ვეღარ დახმარებას. მე მას მეგობრად უკვე ვეღარ აღვიქვაო. ესე გამოვიდა. ხო, მაგრამ ესე იგი ცოლი უნდა დარჩეს, შეიძლება ცოლი მოვიდეს შენთან და ესე იგი ძალიან ეცადოს, რომ დაგამშვიდოს. რა, მაგრამ ის ცოლია და არა ფსიქოთერაპევტი. როცა ცოლი ცდილობს ფსიქოთერაპევტობას, ის კარგავს ცოლობის, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აგრეთვე ფობიის დროსაც, როგორც ასე ვთქვათ, გარკვეული შფოთვის სუბიექტისთვის. მე ცოლი მჭირდება, შვილი მჭირდება, მამაც მჭირდება, მაგრამ გარკვეული გაუწყობება ხდება ამ დროს და აი სახეცვლილება მამისა ფსიქოთერაპევტად ურთულესი ამოცანა. ამას უდიდესი ფსიქოლოგები ვერ ახერხებენ. იმიტომ რომ მაშინ კარგავ, იცი რა, მაშინ დამატებითი სტრესი ხდება, იმიტომ რომ მამა აღარ ამყავს. ქვეცნობიერი ამას კითხულობს, როგორც მამის სიკვდილი. და თან მამა მჭირდება ამ დროს, მაგრამ გესმის ხო როგორ დიალექტიკა. ესე იგი ამის მოვლა მხოლოდ უმაღლესი დონის ფსიქოთერაპევტ შეუძლია.
საკუთარ შვილს მოუაროს არა როგორც მამამ, არამედ როგორც ფსიქოლოგმა. ცირა შეიძლება შვილისათვის მამა ხო ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპევტია, ეს ხო იცის. ამიტომ დამეხმარე რა. მაგრამ ყურე მამა ფსიქოთერაპევტი ამ დროს და ფსიქოთერაპიის პროცესი კი არის აბსოლუტური დისოციაცია ადამიანური, ვიწრო ადამიანური კონტექსტიდან და ნუ ახლა ვიწრო წყალებში ოჯახი ვიწრო კონტექსტი არ არის, ხო, მაგრამ ნებისმიერი კონტექსტიდან რომელიც შემოფარგლული, გასვლა. ამიტომ თერაპია არის მისტერია. ეს არის გასვლა ნებისმიერი შეზღუდული ფრეებით. და გასვლა შინაგან სამყაროში, რომელიც მიკროკოსმია, უსასრულო რესურსების მატარებელი. ყველა რესურსი ადამიანს აქვს შიგნით. მაგრამ საჭიროა რა ვიმეორებ კონტაქტის აღდგენა ამ რესურსებთან და შესაბამისი თერაპია, რა კლიენტ-ცენტრირებული თერაპია და არა პაციენტ-ცენტრირებული. პაციენტი უჯერებს ექიმს. კლიენტი კი არის წამყვანი ფსიქოლოგსა და კლიენტ შორის ურთიერთობა. ის არის წამყვანი და არა ფსიქოლოგი. და აი რატო კრიზისი არ უნდა დაეკარგოს? აქ შეიძლება ამ ამბის ერთი ტრივიალური ასპექტი მოგვეტანა. რომ როდესაც აპენდიციტი შეტევა აქვს ადამიანს, ახლობლები მეგობრები ესწრებიან მიმართოთ პროფესიულ ექიმს და ამ გზით გამოხატონ თავის ზრუნვებას. და არა უბრალოდ თანაუგრძნონ მას და გაიზიარონ მისი ტკივი. რაც შეეხება გარდასახვის ასპექტს, ქრისტიანული ფერისცვალების ტრანსფიგურაციის მნიშვნელობა ძალიან ღრმა არის და ფუნდამენტალური. ადამიანზე ზრუნავდა არა მხოლოდ ადამიანი, მეგობარი იესოს სახით, არამედ ღმერთი ქრისტეს სახით. მხოლოდ მას შესწევს ძალა იყოს ადამიანისთვის მეგობარიც და სულიერი მკურნალიც ერთდროულად. ადამიანის შემთხვევაში კი, როდესაც მეგობარი ხდება შენი ექიმი, ექიმის ფუნქცია ხდება დომინანტური, მეგობრის კი დაქვემდებარებული, რაც შინაგანი კონფლიქტის მომტანი. მათედან ქადაგებდა იესოს ახარება სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში, როგორც ღმერთი და როგორც მეგობარი. ულცებ არა რაღაც მომენტში შენ შველი მას და მას არ ესმის რის გამო, მაგრამ ეჩვევა ესმის რომ ეს ხატვის გამო არა, არამედ აი ასეთი ხატვის გამო. ნელ-ნელა შენ მისთვის ხდები მნიშვნელოვანი სწორედ როგორც თერაპევტი და არა როგორც მხატვარი მაგალითად. და რამდენი სეანსი არის ხოლმე საჭირო ამ ყველაფერს? ჩვენ შევდივართ ერთი სახით, მაგრამ ვაკეთებ ჩვენ საქმეს ჯერ აი ესე ფარულად, არა, იმიტომ ფარულად იმიტომ რომ ვიმალები, იმიტომ რომ არ ესმის და როცა ის რეალურ შედეგს იღებს, ის ჩემში დაინახავს აი იმ სახეს, რომელიც მას ამ შედეგს აძლევს. მე თუ კარგებს, აი მე ვეუბნებით, რომ ეს სახე ჩემში ქვია ფსიქოლოგი. და მოდი ფსიქოლოგთან გქონდეს ურთიერთობა. მინდა უკვე ესმის, იმიტომ რომ განიცადა შვება. მაგრამ ეს არის ძალიან ფრთხილი მისვლა. არა შეჭრა ჯიქურ, არამედ ძალიან ფრთხილი გაღება კარისა, აი სულიერ სამყაროსთან კონტაქტის, რომელშიც მეგზური გჭირდება, როგორ დანტეს ცნობილ რა ქვია კომედიაში ღვთაებრივ კომედიაში მეგზური გჭირდება, რომ შეგიყვანოს იქ, რომელსაც ენდობი და მიყვები. არა, მაგრამ ესე იგი ეს მეგზური ძალიან ფრთხილად შემოდის, როგორც შენი მეგობარი, როგორც მხატვარი, როგორც პოეტი. არა, როგორც ადამიანი, რომელსაც ბუნება უყვარს და მიყავხარ ექსკურსიაზე ტყეში და ჩიტების ხმას ასმენინებს, მე და ელაპარაკება ჩიტები, რას გიყვებიან. და ბავშვი ყვება ჩიტის ნალაპარაკებს და ჩიტის ნალაპარაკები რო გაიგო, ეს არის შინაგანი სამყაროს გახსნა რა, იმიტომ რომ ეს მედიტაციაა. აი ამ ფრთხილი ნაბიჯებით, არა, შენ ფაქტიურად იწყებ მეტი და მეტი ფსიქოთერაპიული რესურსების და მეთოდების გამოყენებას და ბავშვს ეს მოსწონს უკვე. იმიტომ რომ შვებას ხედავს. აი მაშინ არა, ყველა დანარჩენი სახე შეიძლება გადადო გვერდით და დარჩე მასთან როგორც ნამდვილი, ასე ვთქვათ, თერაპევტი, მისი
მისი მოყვარული, რომელსაც ძალიან უნდა რომ ის იყოს კარგად, უნდა რომ იყოს ძლიერი და უნდა რომ მართოს საკუთარი თავი თვითონ. ეს თუ ფსიქოლოგს არ უნდა, ის არის პარტიული მოღვაწე კომუნისტი და არა ფსიქოლოგი. ეს უნდა გვინდოდა. ექიმსაც ეს უნდა უნდადეს, რომ ადამიანი დადგეს ფეხზე, იმიტომ რომ თვითონ მართოს თავის ხო. იყოს ისეთივე კარგი სპეციალისტი, როგორც იყო დაავადებამდე. არა თუ მაგალითად სპორტსმენი იყო და ფეხი მოიტეხა, არა, აღუდგეს თავისი სპორტული არ შეუშალოს ფეხმა მაგალითად ტენისში, არა, თუმცა ბრწყინვალე ტენისში ადამიანმა დაიბრუნოს თავის თავისუფლება. და კრიზისი თავის როცა ექიმი ამას აცნობიერებს, რომ ამისთვის გურნავს. მაშინ ძალიან ეს არის ასეთი მედიცინა, არის წარმატებული მედიცინა. ეგ არის მთლიანობითი მედიცინა. ეს ყველაფერი გავიგებ, მაგრამ ჩვენ ესე ვთქვათ სტუდენტი ლექტორის როლებიც გაგვიზიარებია ერთმანეთში. და აქედან გამომდინარე დამება და მე ესეთი კითხვა. რას როდესაც პაციენტი მოდის და რაღაცის განკურნვა უნდა და ეს ყველაფერი გასაგებია და ნუ შეიძლება ჩაკეტილი იყოს და რაღაცა სხვადასხვა მეთოდების დაგჭირდეთ, რომ ესე ვთქვათ გახსნათ და შეხვიდეთ მასში. მაგრამ როდესაც თქვენ ჯგუფთან, სტუდენტების ჯგუფთან ატარებთ ლექციას, ვიქნები პირდაპირ, რომ მე რეალურად ახლა მეორე კურსზე ვიყავით მაშინ და ან სკეპტიკურად უყურებდი ამ ყველაფერს და ზოგადად ამ საგანს უყურებდი რა სკეპტიკურად. და ნუ ესე ვთქვათ მაგასაკში მით უმეტეს როდესაც პატარა ხარ ცნობიერება იმ დონეზე არ არის ახლა ამაღლებული, რომ ფსიქოლოგის როგორც საჭიროება მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია ადრეულ წლებთან შედარებით, იმიტომ რომ ნუ ჩემი ასაკის ხალხს უკვე დავით ფსიქოლოგებთანაც დადიან და ნუ თერაპიებზეც და ასე შემდეგ რა. მაგრამ სანამ მაგასაკამდე მივა ადამიანი, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს, რომ მას ფსიქოლოგი ჭირდება და სტუდენტობის წლები რო ავიღოთ. უყურებენ ხშირ შემთხვევაში სკეპტიკურად. თქვენ რას აკეთებთ ამ დროს, რომ ეს ყველაფერი მოხსნათ, იმიტომ რომ ამას ემატება სტუდენტის სკეპტიკურობა, ამავდროულად ინდივიდუალური სესიები არ არის, ეს ყველაფერი ჯგუფური სესია გამოდის და ამ ყველაფერთან თქვენი გამოწვევები გექნებათ დარწმუნებული ვარ და გამკლავება მოგიწევთ. მე არ ვიცი არ მახსოვს რომელი წლის ჯგუფი იყო თქვენი. საქმე ისაა, როდესაც კონკრეტულად დასულში მივედი პირველად. მე მქონდა შეხვედრა რექტორთან და მე აუხსენ ჩემი მეთოდი. ეს არის თეორიული ხარი ლექციები, სალექციო კურსი, მაგრამ ფსიქოთერაპიას ვასწავლეთ, პრაქტიკულ ფსიქოლოგიას ვასწავლეთ, სამედიცინო, ესე იგი ფსიქოლოგიას ვასწავლეთ და აქ პრაქტიკული კურსი ნიშნავს რას, რომ ასწავლო ადამიანს ცურვა არა თქვა ზღვაში და არა ბასეინში, არამედ აუდიტორიაში. არა, ვერასავ შეიძლება მოძრაობები ასწავლო, შეიძლება სადოქტორო დაიცვას ცურვის იმაში შენმა სტუდენტმა, მაგრამ არც ერთხელ არ შეცუროს ზღვაში. ეს აუხსენი და ვთხოვე, რომ ესე იგი ჩემი მეთოდი ასეთი არის მეთქი, გარდა თეორიული სემინარების, მე მაქვს პრაქტიკა, ფსიქოთერაპიული პრაქტიკა, როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური, ოღონდ არა იმ აუდიტორიაში, რომელიც კლასის გავს კლასს, ხო? არამედ თქვენ დარბაზი გაქვთ მეთქი სპორტული, დიდი და საკონფერენციო. ეგ მახსოვს. აი იმ დარბაზში მე შემიძლია მეთქი მოვაწყო, ესე იგი რეალური ჯგუფური სესიები და ვასწავლო ამ შემთხვევაში სწავლა და ცურვა. არა, ერთმანეთს შეუხამო და ვასწავლო იმ სიტუაციაში, სადაც რეალურ პრობლემებზე არის ლაპარაკი. მე მახსოვს რეალურად პირველად რომ საკითხები, რაც გავლილი გვაქვს, იქნება აპრობირებული და გადაწყვეტილი რეალური სესიების დროს. და ეს რეალური სესიები ავაწყეთ თუ გახსოვს ორი მიმართულებით. ერთი კლიენტ-ცენტრირებული ჯგუფები და მეორე ნეიროლინგვისტური პროგრამირების კურსი. რომელიც თითო ადამიანის მომზადება ღირს 2000 ევრო და მე 200 ლარად ვაკეთებ. ეგეთ ხელფას ვქონდა. მაგრამ ხელფას არ უყურებ. ხო, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველს მედიკოს სტუდენტს ქონოდა
ესე იგი თანამედროვე ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობებში ფუნდამენტალური ცოდნა რაც თავია გამოცდილება პრაქტიკულად. კი, საინტერესო იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემთვის პრაქტიკულ ნაწილზე რო გადავედით, მახსოვს რომ პირველად ვნახე ისე ფილმებში მქონდა მარტო ნანახი რეალურად ესე წრეზე რო დაждდებოდნენ ადამიანები ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან და თუნდაც რავი ალკოჰოლიკების ფილმები რაზეც დიადებში მუშაობა, ტრიადებში მუშაობა. როცა შენ ხარ ფსიქოთერაპევტის გარკვეული ინტერესები გამოიწვია ამ ყველაფერმა. სუპერვაიზინგი ხო გავს მესამე პოზიციო. ესე იგი ეს არის უამრავი, მთელი ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიური კურსი, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაზე არის გათვლილი და ექიმი ჩამოყალიბებული ფსიქოთერაპევტი ხდება. ამიტომ ის უბრალოდ თეორიული ცოდნა კი არა, არამედ პრაქტიკული მას შეუძლია დაელაპარაკოს რა თავის პაციენტს. ასე ვთქვათ, ამოიღოს ის ინფორმაცია, რა ემართება მის შინაგან სამყაროს, როგორია მისი შფოთვა, რა კლინიკური შფოთვა, ესე სამედიცინო პროცედურებისადმი შფოთვა. რა უნდობლობა, რომელსაც არ უნდა რომ ახლა უძდელი იყოს და არ გენდობი უთხრას ექიმს, არა, მაგრამ ნდობა სჭირდება გარკვეული მიდგომები ნდობის გამოხმებას, არა, საუბრები პაციენტთან, ყურის დაგდება, შესვლა გარკვეულ სიღრმისეულ კომუნიკაციას. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მოსმენას ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს პაციენტი ექიმის ურთიერთობისას. ძველი ექიმები ხო ეგრე იყვნენ. ძველი ახლა ძალიან საინტერესო რაღაცა ასკლეპიუსთან დაკავშირებით, ახლა ვერ მოვასწრებ, რომ დიდი თემაა. მაგრამ ძველი ექიმები ყველა იყო ფსიქოთერაპევტი ამ დროს. და მეტად ფსიქოთერაპევტი, ვიდრე რაღაც პროცედურების, თქვა სამედიცინო პროცედურების ჩამოყალიბება. და ეს შველოდა ძალიან, იმიტომ რომ იცი განკურნების მომენტში ადამიანი მთლიანია. ის თუ რა ხდება ჩვენ მენტალობაში, ჩვენ ცნობიერებაში, აირეკლება იმ წუთში ჩვენ სხეულს. აქ თუ არის შიში, გულისცემა იცვლება, ესე იგი, სუნთქვის ტიპი იცვლება, წნევა იცვლება, სეკრეცია რა, იმეების, ესე იგი, გადასტრუქტურირდება მთელი სხეული, ფობიკური სხეული ხდება. აქ კი არ რჩება ფობია, რამაც სხეულში გადადეს. კი ბატონო. ამიტომ და პირიქით, მე თუ რესურსი მოვაძებნინე ადამიანს, არა, დავამშვიდე რაღაცა ვაზიარე მის შინაგან სულიერ სამყაროს, გავახსენე, სხეული სრულიად სხვა ხდება. რაც ჭირდება მედიცინას, იმიტომ მედიცინას არ ჭირდება ფობიკური სხეული. რა წამალიც არ უნდა მიიღო შენ, თუ სხეული ფობიკურია, ის წამალი ვერ იმუშავებს როგორც წამალი. იმას ჭირდება ადეკვატური სხეული, რომ წამალმა იმუშავოს. გესმის ხო? მთლიანობა თავი და სხეული, სულიერი სამყარო და ფსიქიკური სამყარო და მენტალური და ფიზიოლოგიური პროცესები ერთი მთელია. კი ბატონო. ეს არის მთლიანობა. ძალიან საინტერესო გამოვიდა. შეგვიძლია მოდგონი გავიდეთ ნელა ბოლოში. იმიტომ რომ და ჩემთვის პირადად საინტერესო გამოწვევა იყო იმ ხრივ, რომ სტუდენტობიდან უკვე დღევანდელ ცხოვრებამდე უკან საინტერესო იყო თქვენთან ინტერაქცია, უკვე როგორც ესე ვთქვათ, თანასწორები და არა სტუდენტ ლექტორის როლი ქონდა განაწილებული. ძალიან დრგუნავდით? არა, საერთოდ არა, პირიქით. არა, მე ვცდილობ ხოლმე რომ ესეთი ვიყო. ხო, მაგრამ მაგ დროს მაინც ახლა გინდა არ გინდა სტუდენტი რო ხარ, რაღაც ჩარჩოები გაგაჩნია უკვე დღეს, უკვე დღევანდელი ეს განზომილებაა სტუდენტური. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა უკვე ესე ვთქვათ, შეგვიძლია თანასწორად დავჯდეთ და ერთმანეთთან ვისაუბროთ, უკვე სხვა გამოცდილება იყო ჩემთვის და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მადლობა შენ რომ ასე გაგახსენდი. მოკლედ ეს იყო. ჩემთვისაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ შენ სვამდი ძალიან კომპეტენტურ და მნიშვნელოვან შეკითხვებს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს, რომ ფსიქოლოგს დაუსვას. თუ ჩვენ რაღაცნაირად უპასუხეთ ამ შეკითხვებს, უკვე ნაწილობრივ მაინც უკვე ჩავთვალოთ წარმატებული იყო. კი ბატონო. ეს იყო მოკლედ მეგობრებო. და თუ მოგეწონათ გამოიწერეთ ჩვენი არხი კომენტარებში მიუთითეთ. და გვიწერეთ ლაიქი ამ შემდეგ და მომავალ ეპიზოდამდე შევხვდებით.